ბოლო 9 თვის განმავლობაში 4700-მდე დარღვევა გამოვლენილი ჩვენი გადამოწმების შედეგად. მათ შორის ყველაზე საშიშად მოისაზრება, ანუ ყველაზე მეტი მაჩვენებელი არის ისანი სამგორი ვაზისუბანი ვარკეთილის რაიონში პირველ ადგილზეა, დაახლოებით 1500-მდე დარღვევა, შემდეგი არის გლდანის ანზონის რაიონი, დაახლოებით 1100 დარღვევა და მესამე არის ჩუღურეთი ნაძალადევის რაიონი, დაახლოებით 900-მდე დარღვევა. ეს დარღვევის მაჩვენებელი აქ მოისაზრება, რომ ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე რომ მივიდნენ და გადაამოწმეს, ისეთი ტიპის ხარვეზი გამოვლინდა, რაც საშიშროებას უქმნიდა ადგილზე მყოფ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რაზეც მყისიერი რეაგირება მოყვა ჩვენი მხრიდან. მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ სანამ გაზის დანადგარებს ჩართავდნენ, ანუ გათბობის მიზნით დაიწყებდნენ გამოყენებას, მანამდე დარწმუნდნენ, რომ ის გაზის დანადგარი სწორად არის დამონტაჟებული. ამაში როგორ უნდა დარწმუნდნენ? თვითონ ხო ყველას არ ექნება ეხლა ამ მიმართულებით კომპეტენცია, ჩვენ უნდა დაგვიკავშირდნენ, როგორც აღნიშნეთ ხელხაზე და ტექნიკური ხარისხის შემოწმება მოითხოვონ და ჩვენი მხრიდან ეს მომსახურება უფასოა. მეორე კიდევ რაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, თვითონ დანადგარის მოხმარების დროს უნდა იყვნენ ყურადღებით. ანუ ღიად ანთებული ესეთი გასქურა და ამ ტიპის დანადგარები უყურადღებოც არ უნდა დატოვონ, ფართი ხშირად უნდა გაანიავონ და დარწმუნდნენ, რომ მათ ბინაში არ არის ღია კამერიანი გაზის დანადგარი დამონტაჟებული. როცა გაზი სუნი გვცემს, ამ შემთხვევაში 114-ზე უნდა დავრეკოთ. ესაა სწრაფი რეაგირების სამსახური და ამ შემთხვევაში დროულად არის ადგილზე მისვლა საჭირო. თუ გაზის სუნი ვიგზენით, მაშინ 40-40-04-ს ავკრიფავთ, უნდა ავკრიფოთ ტელეფონზე 114, მაგრამ თუ მომსახურება ჭირდება ისეთი რაღაცის გადამოწმება, რაღაც ტექნიკური ხარისხი, უბრალოდ სუნს არ ვგზნობ, მაგრამ უსაფრთხოების მხრივ მაინტერესებს, ამ შემთხვევაში უკვე ცხელი ხაზის ნომერზეც შეიძლება 40-40-04